Facebook-ის დამფუძნებლისა და მილიარდერის მარკ ცუკერბერგის მეუღლე პრისცილა ჩანი თავისი უბრალო გარეგნობითა და ჩაცმულობით, არა ექსცენტრიული ქცეობითა და არა ძვირფასი საფრთხებით საზოგადოების ყურადღებას ნამდვილად იქცევს. მისი შეუხედავი გარეგნობის გამო ალბათ ძალიან ბევრი ადამიანს უყურს და აინტერესებს მარკ ცუკერბერგმა მილიარდერმა რატომ არ შეცვალა თავისი უნივერსიტეტის დროინდელი სიყვარული რომელიმე სუპერმოდელზე მომღერალზე ან მსახიობზე. მარკ ცუკერბერგმა და პრისცილა ჩანმა ერთმანეთი ჰარვარდში სწავლის დროს სტუდენტურ საღამოზე გაიცნეს. ბიოლოგიის ფაკულტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ გოგონამ სწავლა კალიფორნიის უნივერსიტეტში, პედიატრიის განხრით გააგრძელა. ჩანმა ერთი წელი საჯარო სკოლაში პედაგოგადაც იმუშავა. საყვარელი ადამიანისგან ხერისა და გულის თხოვნას კი 9 წელი ელოდა. პრისცილა იყო ერთ-ერთი იმ პატარა ჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც მხარს უჭერდა Facebook-ის დამფუძნებელს სოციალურ ქსელზე მუშაობის დასაწყისიდანვე. 2010 წელს 7 წლიანი ურთიერთობის მერე ჩანი შეყვარებულთან გადავიდეს საწყობენ. მიუხედავად იმისა, რომ ცუკერბერგის განკარგულებაში მილიარდებია, მისი მეუღლე გლამურობის, ბრილიანტებისა და დიზაინერების მიერ მოდურად შერჩეული სამოსის მიმართ გულგრილია. სამაგიეროდ, როგორც ჩანს, დიდი გავლენა აქვს ქმრის ინტერესებსა და საქმიანობაზე. სწორედ პრისცილას თვალობით, ქსელის ყველა ამერიკელ მომხმარებელს შეუძლია გახდეს დონორი. Facebook-ის ინტერფეისით დაადგინოს პირველივე უახლოესი საავადმყოფოს მისამართი და სისხლი ჩააბაროს. 2015 წლის 1 დეკემბერს პრისცილა ჩანმა მარკ ცუკერბერგს გოგონა გაუჩინა, რომელსაც უჩვეულო სახელი მაქსი დაარქვეს. ამ მოვლენით შთაგონებულმა მილიარდერმა გადაწყვეტა, რომ Facebook-ის თავისი აქციებიდან 99% საქველმოქმედო ფონდისთვის გადაეცა, რაც $45 მილიარდ შეადგენდა. ცუკერბერგის განმარტებით, ეს ფონდი უნდა მოხმარდეს ადამიანური პოტენციალის განვითარებასა და ბავშვებისათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას მთელს მსოფლიოში. გზავნილში, რომელიც ახალშობილს ეძღვნებოდა, ცუკერბერგმა თავის ქალიშვილ მაქს უსურვა გაზრდილიყო ისეთ სამყაროში, რომელიც ჩვენს მსოფლიოზე უკეთესი იქნებოდა.